წმინდათა გულები იძენენ კადნიერებას, წარსდგენ ღვთისწინაშე დაუბურავის სახით. რას ნიშნავს დაუბურავის სახით? პავლე მოციქულის სიტყვების პერიფრაზირებაა, პავლე მოციქულის სიტყვები შთაგონებას ღებულობს მოსეს დროს, როდესაც მოსე ჩამოდის ქორების მთიდან, საღვთო მადლით გაჟღენთილი შეიძლება ასე ითქვას და ეს საღვთო მადლი იმდენად ძლიერად დამკვიდრდა და მასში რომ ანათებს და ისე ანათებს რომ ვერ ხედავენ თვალებს ჭრის იუდეველებს ებრაელებს და ესე იგი რომ შეეხედათ მზესავით ანათებს და სახეზე აიფარა ესე იგი რომ ეს ნათება არ ქონოდა მსგავსი შემთხვევა გვახსოვს წმინდა სერაფიმე საროველთან როცა ის მოტოვილოს ელაპარაკება მოტოვილოს თვალებით კივა ის იწყებს სერაფიმეს საროველის სახე ნათებას აი რაღაც ესეთია და აი აქ დაუბურავის სახით რას ნიშნავს ებრაელები მაშინ ვერ ხედავდნენ საღვთო ნათელს ეს ნახეთ ეს ფაქტი მოხდა მაგრამ რისი სიმბოლოა ებრაელები ხედავენ სჯულს რომელიც ჩამოიტანა მოსემ მაგრამ ამ სჯულის მიზანი რა არის იმას ვერ ხედავენ საღვთო ნათელს ვერ ხედავენ იმიტომ რომ დაიბურა და რატო დაიბურა იმიტომ რომ ატანა არ აქვთ ბრმავდებიან არ შეუულიათ საღვთო ნათელის მიღება ძალიან ბევრს ემართება ეკლესიაში მსგავსი რა ესე იგი გარეგნული ეკლესიური გარეგნული რელიგიური ცხოვრები ცხოვრობს მარხვებს დაიცავს იქ რაღაცა ლოცვის კანონებს ასრულებს წირვაზე დგება მოვაეზიარება როგორც კი მიანიშნებს სიღრმეზე სულიერი ცხოვრების ნამდვილ ლოცვაზე ნამდვილ ზიარებაზე ნამდვილ სინანულზე ნამდვილ ეკლესიურობაზე იმ წამსო თხება ადამიანი აპროტესტებს და ნუ რა ვიცი ესეთი მაგალითები ძალიან ბევრი გვაქვს ჩვენ თუნდაც ჩვენ საეკლესიო ცხოვრებაში სამრევლო ცხოვრებაში გულისხმობ და აი ამ შემთხვევაში ეს ამბობს ისაკასური ამბობს რომ დაუბურავის სახით ანუ დაბურვა არ მჭირდება მე სჯულის მიღმა ვხედავ საღვთო ნათელს და ის იმ მდგომარეობაში არა ვარ მაშინდელი ებრაელის მდგომარეობაში რომელსაც თვალებით კიო და არ მტკივა თვალები ვხედავ და პავლე მოციქული ამბობს ჩვენ აი დაუბურავის სახით ვჭრეთ საღვთო ნათელს ამას ამბობს